რატომ მოხდნენ პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა სიაში საშიში დამნაშავეები? აღმოჩნდა, რომ ეს შეკითხვა შეწყალების კომისიის თავმჯდომარესაც კი გაუჩნდა. ელენე თევდორაძემ არ იცის, როგორ აღმოჩნდნენ ციხიდან გასათავისუფლებელთა შორის მკვლელები, რეციდივისტები და ნარკორეალიზატორები. თევდორაძე იხსენებს, რომ შეწყალების კომისიას განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში ბრალდებულთა შეწყალების საკითხი საერთოდ არ განუხილავს. მოაწერა თუ არა პრეზიდენტმა ხელი ყოფილი მაღალჩინოსნების მიერ გადაგზავნილ სხვა სიებს. ბექა ბარამიძე მუშაობდა დღეს თემაზე. პრეზიდენტის მიერ 1544 მსჯავრდებული შეწყალების აქტში სასჯელახსრულების სამინისტროს სამართლებრივ გადაცდომებს ხედავს. სოზარ სუბარის უწყების მიერ მოყვანილ ფაქტებში ნაჩვენებია თუ როგორ გაათავისუფლა პრეზიდენტმა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის ხანგრძლივი ვადით გასამართლებული პირები ან სასჯელი გაუნახევრა. სამინისტრო ამტკიცებს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ იურიდიული ნორმები დაარღვია. ადამიანები გათავისუფლდნენ და მათ საჩუქრად მიიღეს რამდენიმე წელი 5, 10, 15 და უფრო მეტიც და ეს ყველაფერი უთითებს იმაზე, რომ არ არის შეფასებული კონკრეტულად ადამიანი რამდენად წარმოადგენს საფრთხეს საზოგადოებისათვის. 28 წელი რომ გაუგზავნა პრეზიდენტს ხელმოსაწერად ყდებიანო და მეორე დღეს ის ავადმყოფი გამოვიდა და დაჭრა ადამიანი. საპასუხო ბრალდებით შეწყალების კომისიის თავმჯდომარე სოზარ სუბარს პრეზიდენტისთვის წარდგენილ სიას ახსენებს, რომლითაც მძიმე დანაშაულისთვის ბრალდებული 84 პატიმარი ჯანმრთელობის გაუარესების გამო გათავისუფლდა. შეწყალებული 1500 პატიმრის საქმიდან კი ელენე თევდორაძე მხოლოდ იმ ნახევარს იცნობს, რომელიც კომისიას განსახილველად საპატრიარქომ და პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მიაწოდა. უფლებადამცველი მისისიიდან რეციდივისტების, ნარკორეალიზატორებისა და მკვლელების შეწყალებას კატეგორიულად უარყოფს. მე ძალიან სერიოზულად ვადევნებ თვალს იმ პატიმრებზე, რომელიც იყო ჩვენი სარეკომენდაციო სიით პრეზიდენტის მიერ შეწყალებულები. დაბრუნდნენ თუ არა ისინი ციხეში. და უნდა გითხრათ, რომ აი მე შემიძლია ბოლო 3 წელზე გითხრა. ასეთი იყო სულ 3. კომისიის მუშაობის მიუკერძოებლობაზე საუბრობს კომისიის კიდევ ერთი წევრი. ეს თუ არის მკვლელობა ან გაუპატიურება და მძიმე დანაშაულები, ნამდვილად ჩვენგან რეკომენდაცია არ ეძლევა და ყოველთვის ძალიან ბევრს საუბრობთ ამაზე, მაგრამ თვითონ რაც შეეხება ცალკე, თუ კი პრეზიდენტი ვინმეს იწყალებს ცალკე ჩვენგან გვერდისავლით, ეს არ ვიცი, მანამდე ძალიან ხშირად ხდებოდა ყოფილი ასე ვთქვათ ხელისუფლების დროს. შეკითხვაზე თუ რა გზით ან ვისი რეკომენდაციით მოხდა პრეზიდენტის შეწყალებულთა სიაში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული ასობით პატიმარი, უფლებადამცველ დიმიტრი ლორთქიფანიძეს თავისი მოსაზრება აქვს. შეწყალების კომისია ეს გარეგნული ანტურაჟის მატარებელი იყო შეწყალების პროცესში, მხოლოდ და მხოლოდ რეალურ შეწყალებას ახორციელებდა, რა თქმა უნდა, პროკურატურის სისტემა. პროკურატურის ის მაღალჩინოსნები, რომლებიც უშუალოდ წერდნენ სიას და ფილტრაციას ახდენდნენ მისას, დღეს გადანაცვლებულნი არიან რეალურად საქართველოს პარლამენტში და წარმოადგენენ ეგრეთ წოდებულ უმცირესობას. სამოქალაქო საფრთხეების ალბათობის მიუხედავად მთავრობა პრეზიდენტის აქტის შესაჩერებლად არანაირ იურიდიულ ბერკეტს არ ყოფს. მალე შეწყალებულ პატიმრებს ამნისტიით გათავისუფლებული მსჯავრდებულებიც დაემატებიან. მთავრობა განმარტავს, რომ მათი საქმეების განხილვისას კრიტერიუმები ბევრად მკაცრი იქნება.